მთის პოდკასტები? ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მთის პოდკასტები ნიკა ლებანიძესთან ერთად ძალიან შეგიყვარდათ და ბევრი გვწევთ. ნიკა ლებანიძე ძალიან აგრესიულად თქვი რაღაც. ხო, გამოგიტანა სათავე. მთის პოდკასტები ნიკა ლებანიძესთან ერთად. მოკლედ, მართლა წეროა. ვაღიარებ. კარგი თვისებაა ქალისთვის. მიხარია, რომ მაგრამ მოგწონთ, ბევრი გვწევთ, რომ დავაბრუნოთ. არა, ნუ ხთუმაც თის ლაპარაკს. შუა აზიაში ტიან-შანის მთების ფერდზე შეფენილი არის ულამაზესი ხანტენგრის მთა, რომელიც არის 7000 სიმაღლეში. და 7010. 7010 და ტექნიკურად არის ძალიან რთული, არის ძალიან ლამაზი. და ერთ რაღაცას გეტყვით, რომ მე სიუჟეტი ნიკას ნანახი მქონდა, ნუ მარიშკასაც მეც, მაგრამ რაც მას შემდეგ მე და მარიშკა თაში სიარული დავიწყეთ. და ხო მაღალი განაცხადია მე. ნუ გვაქვს ახლა ამბიციები მყინვარზე ასვლის სექტემბერში, ცოტათი სხვანაირად, უფრო ადეკვატურად დავიწყეთ. რაო, სად მიდიხარ? რისკების შეფასება. სექტემბერში მყინვარზე მიდიხარ? ნუ შენ თუ არ წამოხვალ, მე მარიშკა და გიო მივდივართ. უფრო ადეკვატურად. სურველები დაგვიკავშირდით ნიკას ჩამნაცვლებას ვეძებთ. გამოჩნდებია. ხო და ისა რა ქვია, ანუ რეალურად ეს სიუჟეტი პირველად რომ ნახე, ანუ კი აღვიქვი და აურა მაგარია, მაგრამ მე თვითონ რომ პირველად აღმოჩნდი 4000 მეტრზე და ვხვდებოდი რა ფიზიკური მდგომარეობა გაქვს და აი როგორ გიჭირს ელემენტარულად თვითონაბიჯი, სუნთქვა, კონცენტრირება, ფიქრების შეკავება, ამ წვალებ-წვალებით ხო, ნუ ძალიან წვალებ-წვალებით ავა. თან პირველი მცდელობა არ იყო და დროშა ქონდა თან წაღებული რა, რომ პირველად აღემართა ქართული დროშა მწვერვალზე, როდესაც ავიდო და ქარმა წაუღო. და აი წარმოიდგინე 7000 მეტრზე რაღაცა არ ვიცი რამდენი დღის მერე და წვალების მერე რო ახვალ და ამოიღო კალამი და დახატვა დაიწყო საქართველოს დროშის და თან ატირდა. იმიტომ რომ ადრე კი ცოტა იაზურად ვიფიქრე, რომ რა ატირებს ამ ხალხ კაცს მეთქი, მაგრამ მესმის რატომაც იტირა და ეს სცენა ძალიან ემოციურია და ეგრევე გითხრევს რა. თან პირველი ასვლა 1931 წელს იყო. დაგუგლე? შენ წარმოიდგინე, შენ მაგდენი ტექნოლოგიები არის. არა, სხვათა შორის. როგორც ჩემი შვილი ამბობს, შენ ეგეთი ტექნოლოგიური არ ხარ. იმაში ტიან-შანზე არის ვაჟა-ფშაველა მწვერვალი რა. ხო, ვიცი. ვინ დაარქვა? აი მეძმარიაშვილი იყო. ხერგიანიც იყო მე მგონი მაგ მარშრუტზე, ზუსტად არ მახსოვს ისტორია რა. მაგრამ ქართველების მთა არის და ესეთი გრუზინსკაია პოლკას ეძახიან. ნუ მაინც ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეა და მან იყო ესე პამირის და ტიან-შანის 7000-იანებზე ვინც ავიდო და მთის ჯიქის წოდება ეძლებოდა რა. და ჩვენ ყავს ბევრი მრავალგზის მთის ჯიქი ტიპები რა. და ეს ხანტენგრი არის მაგ მასივში ყველაზე ესეთი ლამაზი და აი უშბასავით მთა არის რა. და ჩვენ პირველი მცდელობა იყო. ხო, მოდი, ანუ მე როგორც ხვდები, მაშინ აი საბჭოთა პერიოდი იყო და ეს მთები იყო, ის მთები, სადაც არა, ეგეთი ბებერი საბჭოთა კავშირის არის. ხალხი ფიქრობს, რომ თავშესაფარში ხარ წასაყვანი და მენაწილობრივ ეთანხმები, მაგრამ რა ვიცი, უყვარ ხარ ხალხს. ხო, რომელი წელი იყო? არ მახსოვს. ხო და რისით გახსოვს? მართლა დედა. ანუ სხვა რაღაცას ვამბობ. ახალგაზრდა ალპინისტები იქით გავდნენ ფერს. არა, რო ავედი პირველად რო წავედი 25-ის ვიყავ, ან 27-ის. პირველად. ეხა ამ ვიდეოს რომ ნახავთ ცოტა ხანში, რამდენი არა, ეს მესამე მცდელობა რუსთავიორიდან ყავით საწყალი გოგი გეგეშიძე იყო ესეთი ერთ-ერთი დირექტორი რუსთავიორის, ძალიან მაგარი ადამიანი და რუსთავიორმა დამასპონსორა ესე ვთქვათ რა. და გამიშვა. პირველად როდის მოხვთვის მაგ მთაზე და ისთან ერთად და რა ხდება? ტიან-შანზე ყავით, ზბორები ქონდა შეკრება. ზურა კუჭავა არის ესეთი სკოლა ქონდა ალპინიზმის. ჩვენ თაობა ფაქტიურად მაგან გაზარდა. მიტოვებულ საბაზო ბანაკში ცხოვრობდით, იქ არავინ არ იყო ჩვენს გარდა და მართლა ხმელი პური ქონდათ, მეტი არაფერი. ყინვარის მეორე მხარეს იყო ეს ნამდვილი ბანაკი, რაც მოქმედი. მე სულ ცხოვრობდით და შორიდან ეს ნიუ-იორკივით ჩანდა რაღაც განათებული და მე და ჩვენი ბავშვობის მეგობარი შოთა კომახიძე ელემენტების დასატენად გადავედით რა. და ისეთი მაგარი პონტი იყო, რომ იქ დავრჩით მე რა, ორი დღე იქ ვიყავით და რო გადმოვედით უკან ბიჭები არ გველაპარაკებოდნენ. კუჭავა გამუტული იყო, რომ იქ რა პონჩი დარჩით. და იქ საუნა, ბარი, კაფ, ყველაფერი იყო და აქ არაფერი არ იყო რა საერთოდ. და მაშინ 12 ადამიანი როგორ დაიღო? ბოთლს ეძახიან იმ ადგილს რა. ძალიან ვიწრო ადგილია და მაღალი კედლები აქვს გარშემო და რამე თუ ინგრევა, მან დოარდება ყველაფერი და რაღაც თავის დროზე ადრე ღამე უნდა გახვიდე, გაასწრო.
ჩვენ დილით გავიარეთ და მეორე დილით ვინც ამოვიდა ეს 12 ადამიანი სულ 15 იყვნენ თუ 13 არა 13 ადამიანი იყო ეს 12 თავის დროზე გავიდა და ერთს თუ ორ ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ამბავი ეგ იყო რომ გამოდიოდა იმას პრიმუსიდან ჩაისვავდა და მდუღარე დაესხა რა ამ ბიჭს რა და სანამ გამოიცვალა სანამ რაღაცა დააგვიანდა და თავის დროზე გასული ტიპები ვინც იყვნენ ყველა გაქრა რა აუ კაი არის და წყლის გადასხმა გადაარჩინა ხო და მე 4-ის ცხედარი ნახეთ მე მართლა აი ეგ ვიდეოები არსებობს ისე ეხლა რო ყვები შენ თავს ვწერ გული მიჩქარდება იმიტომ რომ აი შენ რო ნამყოფი ხარ და ხვდები რამდენად უსუსური ხარ იქ და წამის მეასეთში როგორ შეიძლება ხო ყველაფერი დიდთას აქ აი ეს კარჩე ძალიან საყურადღებოდ ამბავია რა ბევრი ჩვენი მეგობარი სამწუხაროდ შეიწირა რაღაცეებმა რა ეს გასასვლელი არის ყველაზე მაღალი ყველაზე ვიწრო არის რა და ძალიან მალე უნდა გაიარო რა. აი ჩვენ ახლა რასაც ვrთავთ არის ეს რასაც ვrთავთ იყო მესამე მცდელობაზე მეორე ასვლა რა. ოღონდ მაგ ასვლაზე ორი მცდელობა მქონდა შიგნით კიდე რა. მათ თავიდან ვერ გავიგე. ანუ მესამედ წავედი ხანტენგრიზე და მეორეც დაასვლის. და მაგ მესამე წასვლაზე ორჯერ ვცადე ასვლა მთაზე, იმიტომ რომ ერთხელ წავედით ამინდი არ იყო მოვტრიალდით. ხო მაგას მომნო. და მე მეორედ წავედი ისევ ცუდი ამინდი იყო და 5900-ზე ვიჯექი ქვევით აღარ ჩამოვდიოდი, იმიტომ რომ ჩამოსულიყავ მე ვეღარ მოვასწრებდი მწვერვალზე ასვლაზე იქ ვიყავი რა. 5900. გავჭედი კაროჩე რა. 5900-ზე რო ზიხარ. მარტო რო ზიხარ. ვიცი რა არის? ხო, მე და ჩემი მეგობარი აფი გიგანტთან ერთად წავედი, ოღონდ აფის კლიენტები ყავდა და იმის გრაფიკი სხვანაირი იყო, ჩემი სხვანაირი და მარტო მიწევდა, ოღონდ იქ ხა მარტო რა აი მე 600 მეტრის სიმაღლეში რო გაქვს ხარ, იმიტომ რომ მე მივდივარ სადღაც, შენ გელოდები, თუმცა ის არის მხარდაჭერა გაქვს რა. მაგრამ ამ შემთხვევაში მარტო ვიყო. მაგრამ აქა ძალიან ბევრი საინტერესო ელემენტები რა თვითონ მე რაც მაინტერესებს მე ვნახავთ რა. ცხედრებთან დაკავშირებით. რა გინდა ჩარტი რა ვიცი. ძალიან ცუდი მარშრუტია. რამოდენიმე წლის წინ ვერტმფრენი ჩამოვარდა. არა სასიამოვნო ფრენაგველის წინ. ეს ინვილჩაკის მყინვარია. ეს კი ჩვენი საბაზო ბანაკი. ათეულობით თამსვლელი არის ჩამოსული იმისთვის რომ ხანტენგრიზე ავიდეს, ეს მწვერვალი გამოირჩევა თავისი სილამაზით და სირთულით. და ნახოთ. როგორ გაგვიმართლებს. აი ეს არის ერთოდებული ბოთლი. სულ ზვავები მოდის, სულ ინგრევა ყინული. ზევიდან დიდი კარნიზებია და ამიტომ ჩვენ ძალიან ადრე უნდა გავიდეთ და ძალიან სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ, რომ ამ ყველაფერს ავასწროთ. მზე როგორც კი ამოდის, ეგრევე დნობას იწყებს და ძალიან აკურატულად არის გასავლელი ეს ბოთლი. ამ კადრებს რო ვუყურებ რა მემართება, იცი? გულ აი ესე მიცემს იმ რო წარმოვიდგე. ახ კარდია გაქვს. აი მართლა გეუნები, კომპლიმენტს გეუნები და შეირგე. აი დაუჯერებელია. აი ხა მაგალითად ხანტენგრი რო დააპატარაო და გახადო 3000 მეტრიანი მწვერვალი, ზუსტად იგივე მთა. ძალიან მარტივად ახვალ. არ არის რთული. აი ბიდარაზე რო ვიყავით ჩვენ საცუცდ. იქ პატარა კედლები კი არის რაღაც აი 10 მეტრიანი, 15 მეტრიანი კულუარი, ანუ ტექნიკური რაღაცეები, მაგრამ მთლიანობაში არ არის რთული, მაგრამ რახან 7000 მეტრზე არის ეს ყველაფერი საკეთებელი. იქ პირობები, ქარი, ამინდი, სიცივე, ზვავი ძალიან რთული არის რა და შესაბამისად რთულდება რა. თორე ხა ევერესტი ესე რომ ევერესტად რო აიღო ცალკე ტიპი, ხო? და არ იყოს 8858 და იყოს 5000 სიტყვაზე, ხო? არაფერი მყინვარწვერი უფრო რთულია მე მგონი რა, რაღაც პონჩი რა. ანუ მარტივი ხდება. უბრალოდ 8000-ზე ხარ და მაგიტო რთული რა. გავაგრძელოთ? გავაგრძელე მე რა. თამსული ზღვაში მოყვა. ცხედარი ვერ იპოვეს და წეგან რაციაზე გადმოგწეს რომ გამოვაგდო მყინვარმაო და ეგრე ცოტა ქვევი ჩამოასვენოთ და რამოდენიმე ადამიანი ავდივართ რომ
ეს ცხედარი ქვევით ჩამოვიტანოთ, რომ მე ვერცფრენით აუშვან ჩამოვარდნით. Салма წამოიღო და დაამტვრია. Здесь откопали, сейчас мы его снегом накроем снегом, документов никаких не нашли, а лицо не видно. ანუ თასე გააქვს რა, რომ ანუ არ იტოვებს არაფერს რა, რასაც სულ ამბობ, ანუ ადრე თუ გვიან ამ ცხედარს გამოაგდებს სადღაც, აი მყინვარწვერზე აგერ რამოდენიმე პოლონელი და მე მგონი ვერ მიაგნეს თუ ერთია დარჩენილი. ადრე თუ გვიან სადღაც ამოაგდებს, აი ისე მყინვარწვერის მაგალითზე ერთი გოგო მოყვა, დაიკარგა რა, 5-6 წელი ვეძებეთ, აი გიოც რო ყვებოდა რა. და შარშან იპოვეს მაგალითად. ნიკა ეს თვითონ უშუალოდ რომ იმათმა რო დაგირეკეს და გითხეს გვამი გამოჩნდა თვითონ საიდან ანუ ვიღაცა ავიდა და დაინახა ვიღაცამ ხო რა. ეს ხო კლასიკური მარშრუტია ყველა მოგზაზე გადის. გათხარეთ, ამოთხარეთ ხო? არა, ეს გვამი გარეთ იყო უკვე და პროსტო თოვლი დავაყარეთ რომ არ გაფუჭებული იყო სანამ ერთფრენი მოფრინდება და სანამ რაღაც. ის ხო იხრწნება. ხო და წლების წინ გარდაცვლილი აი 2 წლის წინ იყო დაკარგული ტიპი და სავარაუდოდ ეგ იყო რა. ორი ადამიანი უკვე არ არის ცოცხალი ჩვენი ბანაკიდან და ძალიან ძნელია ესე ყოფნა. აზე ერთად ადიხართ და შეიძლება მოტრიალდე და აი აღარ დახვდე სადაც იდგა და აღმოჩნდეს რომ გაფრინდა წავიდა ქვევით. სამი ბანაკია რეალურად რა. ანუ ვინც მიდის გამზადებულს აქვს ერთ სტრატეგია არის და ჩვენ ვიყავით აი მე აფიგიგანი კი დანჩენი ორი ზღვარი არ მახსოვს ძალიან მაგარ ფორმაში და იქ ვიღაცებმა კლასიკურ მარშრუტზე უნდა კიდოს თოკები. და ეს ვიღაცები ვიყავით ჩვენ რა, ანუ სულ არ გვევალებოდა, მაგრამ ნუ ფორმაში ვიყავით და აფიგიგანი ძალიან ავტორიტეტი არის მაღალ სასიმაღლო ალპინიზმში, აი ტიან-შანი პამირი განსაკუთრებით და მთელი ბანაკი ჩვენ გველოდებოდა, ანუ იმიდან კარვიდან რომ გამოვით ჩაის რო სვავდით, ცოტა უხერხულად რო გიზმოსთავს და იღაც 20 კაცი 5900 მეზე გიზის ეს ჩაცმულები და რას აპირებს და ნუ აი არ ვიცი ნახოთ და გელოდებიან რა შენ წახვალ და ჩვენ გავყალუზე მე ამათმა გამოიარეს და იქ არის 6400-ზე ადგილი ხა აი კადრებში ნახავთ სადაც მე იქ დავრჩით რა და აი მაგას ვიძახოდი რომ როგორც წესი იქ არჩებიან რა ადიან 5900-მდე იქ ათევენ და მე პირდაპირ მწვერვალზე მიდიოდი. პირველზე ადიხარ და მე ეგრევე ეშვები რომ ჩამო. ისე 5900-ზე ჩამოდიხარ, იქ რჩები და მე ეშვები ქვევით. ორთან შეიძლება ჩამოიგრეს. თან რაც უფრო მაღლა იქნება მზე, მეტი ალბათობა. თუ დათვება და ყინვა აღარ დაიჭერა. მეორე ბანაკი გამოვიარეთ, აღარ დავრჩით აქ. პირდაპირ ზევით ავდივართ, რომ დროულად ავიდეთ მთაზე. ანტენგრის ბოლო ხამის ათევზე ვართ და აკლიმატიზაცია გავიარე, მაგრამ მაინც მიჭირს რაღაც. მარტო მე არ ვარ ესე, თითქმის გუნდის თითქმის ყველა წევრის ჩემნაირათა. მაგრამ ამერამდელი ღამე და დავაგდებით მე. დავიწყებთ მუშაობას თაზე. ჯერ ახვალ. ხო, წამოდიახმაშ. კაი. ეს ხო იყო მესამე ბანაკი, გადავდივართ მეოთხე ბანაკში. ყველა მოკტავი ვერ ხვდება. იქ დავრჩევით, თოკებს დაამუშავებთ ბიჭები და ხვალ ისევ გავაგზავნებთ გზას. საკმაოდ გრძელი პროცესი გამოვიდა. ყვების დრო მოგვივიდა. Что? Можно едет там. Да. შტორმს გვირდებიან 6400 მეტრია. ამინგი ცუდია. მოგიწევს დღეს გაჩერება აქ. შემოდის საბრუგელი შემოდის.
დარიცხია დღეს. სამი აგვისტო. ერთი კითხვა მაქვს. რატო არ შეგეშინდა და რატო არ გაგისკდა გული? ეს წითელი რო გაცვია, მე რომ მეტეოზე მეცვა ეგ არის. ანუ 7010 მეტრზე. მოიცა გეცვა 15 წლის წინ და მე 23 წლის ღლაპმა მეტეოზე 5000 კი არა და 3600 მეტრზე დავუწვი. არა, მოიცა მარტო მასე კი არა, ფეჩზე. მარიშკა არის ნიკას ცხოვრებისეული ზარალი. ნუ პირველ ამბავს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ნუ შინაურებთან შეიძლება რითი აზარალა, რითი გაიცნეს ერთმანეთი საერთოდ. მერე წავიდა და ამისი, რა ქვია, 8000-იანის კოსტუმი დაწვა. ეგეც შეგძლიათ დაგუგლოთ. რა ღირს? რა ღირს დაგუგლეთ, ნახეთ რა ღირს. ნიკას პირადი ზარალი კარმა. მე ვამბობ, რომ მარიშკა არის ნიკას კარმა. ძალიან კაი კარმა მაქვს. ჯერჯერობით ზარალობ. ისე კი უყვარხარ. კაი კარმა მაქვს. გამიხარდა. შემდეგს რას გაუფუჭებს მარიშკა ნიკას? ლეპტოპი. დამცხვენია ისე რო იცოდა. ბოდიში. 8000-იანის კოსტუმი დაუწვა. 6800-ზე ვარ და დაგირთე. მაგარი ხალხია. ძალიან ძლიერი ხალხია და მაგრამ ყინავს. საშინელი ამედია. აფია მოდი. შეიძლება წორალზე ვერს მოახერხოთ ასლა. ახლა მე ავეცით. ამინდა ბიყო დააცვდი და ხო. ეს სუდამინჩი მეორე ასვლაზე მარტო იყავი როგორც მე. აქ უკვე მარტო ვარ ხო? ორი თავი გაბია? არა, ყველა მარტოა იდეაში რა. ვინ არის მარტო ახლა იმ ტიპთან ერთად? ხო და აქ ეხა უყურე მთელი პრობლემა რა არის? ეს სასემავო ალპინიზმში, ანუ კლასიკურში რაც არის და არა კომერციულში, ფაქტიურად აი წეღან რაც თქვი რომ ჩვენ წინ წავედით თოკები დაუკიდეთ და რაღაცები. იქ ძველი თოკებიც არის და ხშირად არის შემთხვევა, აი თოკი კიდია რა მარშრუტზე რა და აბავამ ჟუმარს და მიდიხარ, კარგი თოკი ჩანს, გვერდზე რაღაც გაძენძილი თოკი ჩანს. და აქ მქონდა მაგალითად მივედი ახლოს ამ კარგი თოკზე და ბოლოში ორ ძაბზე ეკიდა და ადამიანები ესე იბრიდებიან, იმიტომ რომ ამ თოკებს ტვირთავენთან არ უნდა დატვირთო, ანუ ძალიან ბევრი ამოცანა გაქვს შესაძლოა. ეკიდებზე რა და ეხლა ის შეიძლება გაწყდეს და ბევრს გაწყვეტია ეგრე რა. ნიკა თოკები რომელიც არის ჩამოკიდებული, უსაფრთხოა. ზოგი ძველი, ზოგი ახალი, ხო, რანაირად იქნება ეს ძველებს რატო არ გაჩაჭერი შენის თოკი, მერე? არა, ის ჩაჭერას რა აზრი აქვს, ის ჩაყინულია, ზოგან კიდია, ზოგან არ კიდია. ეს თოკი პროსტა ჰაერში კი არ არის. აი წარმოვიდგინე, ჰაერში თოკი კიდია. კლდეს მიედო, იქ მიიყინა მაგალითად და შენ ქვევითხარ რაღაც 100 მეტრში და ეს თოკის ბოლო არის. და იმ თოკს რო კიდებ, ესე რო ქაჩავთ, ხო, აი გიჭერს, ოკეი, წავედით ახლა რა. და ის შეიძლება იყოს ანუ რეალურად 50-50-ია ყველაფერი რო ადიხარ. საერთოდ, აბა? და ამაზე იმაშვები რა და არიცი შენ ის თოკი ვარგა თუ არ ვარგა. ახალ დაკიდებულ თოკზე ეხა უფრო თანამედროვე პონტი წამოვიდა და ადრე თუ თოკები იყო, ეხა პლასმასის თოკები, აი სარეცხის თოკის მსგავსი. და ის უფრო არ წვდება რა, პლასმასია და დიდხანს რა და ახალ სეზონზე რო იყიდება ის მე ჯერ კიდევ ვამუშავებ იმ ფაქტს, რომ არის რამოდენიმე თოკი ჩამოშვებული და რომელი არის გამძლე უბრალოდ 50-50. აი მაგალითად ამ ჟუმარზე მიდიხარ ხო და შუა თოკში არის კვანძი ჩაყინული, ჩაქვავებული. ხო, აი ის როგორ უნდა გადაიარო. ეს არის რომ ამ თოკზე რომ მიდიხარ, არის შენ ზევით რა არის რა. და ბევრი თოკებია და ამ ჩაყინული რო არის თქვა კვანძი აი გადაბმული თოკებია. ეს ჟუმარი უნდა მოხსნა, გადააბა, გახვიდე. ეხლა თანამედროვე ალპინისტის ტექნიკური თანსულები ვინც არიან ბიჭები, აი სპორტსმენები, ისინი ესე არ დადიან, სხვანაირად დადიან. წყვილში დადიან ან მარტო ან ამ თოკებზე არა და ეს უფრო არის კლასიკური ძველი სტილი, რომელიც თანამედროვე ალპინიზმში ნაკლებად არის, უფრო ეხა სხვანაირად წავიდა რა, ანუ ტექნიკა ისე დაიხვეწა ამ თოკების ცოცვის და ასე შემდეგ და ეს იყო ძველი, ეხაც მეც ამას ვარ მიჩვეული და ისევ ესე დავდივარ, მაგრამ კლასიკური ეს თემა არის რა და ეს თოკები ყოველთვის იყო საფრთხე რა. და არაერთი ადამიანი დაღუპულა. კი, ბევრი გარდა, კი, ბევრი ძალიან. ჩვენ დროსაც ვიღაცები დაბრედილან, რა თქმა. ой, დააჭერე. გავაგზავნეთ. ჩემი და ჩემი მეგობრის აფიგიგანის გზები სამწუხაროდ იყოფა ამ ეტაპზე. სადღაც გადავიკვეთებით, მაგრამ ალბათ მწვერვალზე ცალ-ცალკე ავალთ.
მოდია ორე ხარი წამიღებდა ჩემი ანტენგრიზე ასვლა დღესაც კრახი დასრულდა კიდე ერთი ცდელობა აქვს თაზე ასვლის რა წეს დღეს უნდა ავიდე კარგი ამინდიარიო თქვენს და ვნახოთ მაგარი განთიადი თა თითქმის 7000 მეტრზე ვართ ძალიან ცოტა მოვებია რა 2-3 საათის ამოვია სულ ამინდი გვაქვს ძალიან მაგარი და ამდენი წვალება რაც აქამდე მომიწია ყველა არ დაგაგულა როგორც იქნა ამოვახცი ამდენი წვალების მერე აი ხაი მივა წვერთ 7010 მეტრი ეს ხარტენგრია საქართველოს უშბა ყველაზე მაგარი ალპებში მატერჰორნი ჰიმალაებში კალორი და ტიან-შანზე ხარტენგრი ეხლა საქართველოს დროშა უნდა დავხატო იმიტომ არა მაქვს ქარმა წაიღო შეიძლება რაღაც თქვა? კი. კაი, მოკლედ. ნიკა რო გავიცანი, ეს კლასელები ვიყავით შეკრებილები რა. და ეს დიდად ტელევიზორზე, YouTube-ზე ნიკას არხზე ჩავერთე. ნიკას არხზე ჩავერთე, არხიდან ჩავერთე ეს ვიდეო რა, ყველა დავსვი და სათითაოდ ვაყურებინე რა, მეთქი მე ამ კაცთან ერთად მუშაობ რო იცოდე. მართლა? ხო. მე ვიცი ეგ ისტორია. ბოლო ამბავი. ხო. შეჯამება რა. მე რა შევაჯამე? იქ ასვლის ამბავი როგორ არის? იმიტომ ძალიან დიდი ემოციაა რა. ყველას დიდი ემოცია, შენ კარგად გეცოდინება ემოციების ამბავი. მე ეხლა კიდე სხვანაირად დავინახე. იმის ქაი რაღაცა ტვინის ქერგის დაავადება გჭირსო და რაღაცემა. ხო და ზოგი მეუბნება მსახიობობა და ვერ მსახიობობა. არა, ეგ არის ემოციების მოზღვავება, რომელიც დაგროვილი გაქვს და ძალიან მაგარი რამეა, აფეთქებ რა, თორე ხა თავრობ ხო, სად გეძინა? აი, ღამე მე კითხვა მაქვს ამდა. აი, იქ საერთოდ გძინავს, ეგეთი გრიგალი რო არის, ყინვა რო არის. აიბში ხარ ახლა გძინავს, ამამდი გძინავს, ტუალეტია მანდ ისო პრობლემა რა. მარიშკა, მან წარმოიდგინე საფეხარაშოში რომ მოგინდეს. ხო, თემა არის ეგ რა და აქ ყველაზე ემოციური არის ჩემთვის ეს დროშის თემა რა, მგონია რომ ანუ აი რაღაცა გავიმარჯვე რაღაცაზე რა, ანუ ხო, იმიტომ რომ აი საქართველოს პონტი მქონდა რა, იქ გაჭედილი მქონდა ცვეთში რა. მე კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეგეთ ადამიანს ვიცნობ, ვინც აი ამ რთულ გზას და აი განსაკუთრებით აი ბოლოსკენ რო ადიხარ, ორი მცდელობა რო გაქვს და როგორი ფიტული ხარ და აღარ გაგძალა და ეს გრიგალი და დილას რო იღვეძებ და ამინდი გხდება და აი მართლა ვერ ვიჯერებ რომ ადამიანს აქვს მაგდენი შესაძლებლობა. ხო და მაგას ადამიანის შესაძლებლობები არის განუსაზღვრელი. ანუ იმდენი გაქვს, რამდენიც საჭირო არის. ანუ შენ ხარ სრულყოფილი არსება, უბრალოდ გაზარმაცებული ტიპები ვართ და ჩვენ ენერგიას და ჩვენს ძალას არ ვხარჯავთ სწორად. ან საერთოდ არ ვხარჯავთ. იმაზე მეც ვჭამთ, ვიდრე ვხარჯავთ. კი ბატონო. და იქ რო დახატე დროშა, შენი ფიქრი რა იყო ბოლოს? აი რო ახვედი, თუ გახსოვს. ხელი გაყინული არ ქონდა რანაირად. ფანქარი და ის კარში მთაში ძველ და ეხლა არ ვიცი როგორ ხდება. მე კაი ბებერევით ბაზრობ. ფანქარი და ფურცელი სუიდო რა, იმიტომ რომ აი ხა წარმოიდგინე, ცუდი ამინდი რომ ზიხა რა უნდა აკეთო და წე რაღაცებს რასაც ფიქრობ რა და ძალიან საინტერესოა ხოლმე რა. და ეს ნაჭღაბრები მე ხანდახან საკმაოდ კაი პონტი არის ხოლმე. მე გამოვუშვებ იმას წიგნს და ნახავთ.
ოე ხამბავი ატყდება ნიკა ციგნი გამოუშვი მართლა ხო ანუ როგორა იცი ამ ყველაფერს ამ ემოციას თან აქვს დოკუმენტური მასალა ასე ვთქვათ აი მაგალითად რაღაც ფოტოს რო დავდებ პროსტო კი არ ვდებ იმ ფოტოს თავის ისტორია აქვს თავის ემოცია მოყვება რა და მაგის გაცოცხლება იმ ფოტოს სიტყვებით მაგალითად ეგ სხვა სფეროა საერთოდ ხო ანუ რაღაცას გაძლევს ადამიანს რომელიც ვთქვათ იქ არ ხარ და არიცი იქ რა ხდება რა ანუ შენ რო გადაიღო სადღაც რაჭაში ფოტო და მოყვე შენი ამბავი იმ ფოტოს გადაღების დროს რაც იყო ოღონდ ცოტა შემოქმედება არის უკვე ეგ რა საერთოდ სხვა რამეს დაგანახებს იმ ფოტოში ვიდრე უბრალოდ ფოტოს რო სხვა ღირებულების ხდება ანუ ღირებული არის რა სულ ეგა მე მგონია რომ ძალიან მაგარია რომ შენ ეს ყველაფერი გადაღებული გაქვს და მე მიხარია რომ ჩვენ ამ ყველაფერს ყვებით და მიხარია რომ ჩვენ გამომწერებსაც მაგრამ მოწონთ ეს თემა რა გამოიწერეთ ჩემი არხი არა ნინუცას არხი გამოიწერეთ ნინუცას არხი გამოიწერეთ აი მეტად და კიდე კითხვები მოგწერეთ რა გაინტერესებს სურვილები და კითხვები მადლობა რომ მოგვიყევი შენი ამბავი მადლობა რომ შენი ცხოვრების შრომას გვიზიარებ წამყვანობა ჩაერთო მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხარ მადლობა რომ გვიყურებთ მომავალ შეხვედრამდე ხო დასრულება გვიჭირს ხალხო ეთკინა გული ეთკინა ჩემი გულის ტკივილი ყველა გადაღებაზე მორჩა კინო ნახვამდის აი და მოიწერონ რა მართლა რა უქნათ რა მოიწერონ კიდე რა უქნათ აბა 50000-ზე თუ რაღაცაზე შეპირებულები ხო ხარ რაღაცებს ხო შეპირდი ამ ადამიანებს მე რასაც ვპირდები მას ვაკეთო ყოველთვის წავედით მორჩით დაშლა არ მეშლა